უშუალოდ თქვენ დაგიჭერეთ, ანუ მოქალაქეებს ვინც ჩემს მსგავსად, ჩემზე მეტად, ჩემზე ნაკლებად, ჩემ გვარად, ჩემ ნაირად აკრიტიკებთ რუსეთს, აკრიტიკებთ კი არა, სოციალურ ქსელში ადასტურებთ იმას, რომ რუსეთს ვერ იტანთ, რუსეთს როგორც იმპერიას. რუსეთს როგორც ბოროტების იმპერიას სახელდებულს ასე პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მიერ საბჭოთა კავშირს შეერქვა გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ბოროტების იმპერია. ახლა თუგებავთ სხვაგვარად დავარქვათ. სიკვდილის იმპერიაა რუსეთი. მას შემდეგ რაც ის ბჭყალებში ვითომ დემოკრატიულ სახელმწიფოდ იქცა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ანუ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან. 90-იანი წლების დასაწყისიდან მე გაგახსენებთ მხოლოდ ზოგიერთ ეპიზოდს, რაც ჩაიდინა რუსეთმა გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა. საბჭოთა კავშირის სივრცეში, ყოფილ სივრცეში, მაგალითად, საქართველოს დაესხა თავს მინიმუმ 3-ჯერ. ცხინვალის რეგიონში აგვირია ვითარება, აფხაზეთში აგვირია ვითარება გასული საუკუნის 90-იანებში და საქართველოს დაესხა 2008 წელს დამატებით. შუალედებში პატარ-პატარა, შედარებით პატარა დანაშაულები რომ ჩაიდინა, ამაზე აღარც გავამახვილებ ყურადღებას. რუსეთის სიკვდილის იმპერიაა იმის გამო, რომ 2-ჯერ მინიმუმ, რეალურად კი მეტჯერ დაესხა თავს მისივე ჩეჩნეთს და ამოწყვიტა და გაანადგურა ჩეჩენი ხალხი. 350, ვინც ის 400,000 კაციც კი მოუკლა იჩქერიის, დამოუკიდებელი იჩქერიის ჩეჩნეთის რესპუბლიკას ჯოხარ დუდაევის პერიოდში და ჯოხარ დუდაევის პერიოდის შემდეგ. პუტინი მთავარი დამნაშავეა, ბევრი თქვენგანი მეტყვის, რა საკვირველია. პუტინი მთავარი დამნაშავეა, მაგრამ თანადამნაშავე მთავარი დამნაშავეებიც ყავს რუსეთის იმპერიას, რომლებიც იმპერიალისტები იყვნენ, იმპერიალისტები არიან და იმპერიალისტები იქნებიან, ვიდრე რუსეთი ამ ფორმაციით არსებობს. რუსეთი თავს დაესხა სხვა საბჭოთა კავშირის მოძმე ეგრეთ წოდებულ რესპუბლიკებსაც. არია ვითარება მოლდოვაში, ორგან, არია ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისარგებლა ამ ეთნოკონფლიქტით. გადაუარა და გადმოუარა მანამდე მე-19 საუკუნეშიც უფრო მანამდეც და მე-20 საუკუნეში ხომ მით უფრო ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს გააუქმა პრაქტიკულად უსისხლოდ, მაგრამ გააუქმა ბელარუსის სახელმწიფო. უშუალოდ რუსეთში ჩეჩნეთს არ გულისხმობ. ტერორისტული აქტები მოაწყო, რომ მერე გაემართლებინა ჩეჩნეთში პირველი თუ განსაკუთრებით მეორე ინტერვენცია. რუსეთი ასე ხელაღებით შეიძლება ვერ დაადანაშაულო რუსეთი ზოგადად როგორც ქვეყანა და მისი ცალკეული პირები, მაგრამ ეჭვი იმის თაობაზე, რომ 2010 წელს მან რუსეთმა და რუსეთის ჩინოვნიკებმა გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა პრეზიდენტ პუტინის თავკაცობით მოკლეს პოლონეთის ლიდერი კაჩინსკი და მთელი პოლიტიკური ელიტა პოლონეთისა, კაჩინსკის მეუღლეა, ლეხ კაჩინსკის მეუღლე აგრეთვე. ეჭვი ამის თაობაზე არსებობს. 2008 წელი გითხარით და ოი, როგორ დამავიწყდა და ცხადი არ დავიწყდია 2014 წელი ყირიმის აღება, უსისხლოდო ასე რომ ამბობენ, ასეც იყო. და დასავლეთმა პრინციპში აუკრძალა შეწინააღმდეგება უკრაინას მაშინ და 2002 წლიდან დატრიალებული ჯოჯოხეთი უკრაინაში, ნუ გამახსენებინებთ ერთ ბუჩას და ბუჩის მსგავს ათობით სოფელს, ქალაქს, სიკვდილს, გამეფებულ სიკვდილს, ინტერვენციას, საშინელებებს, რომელსაც ჩადიოდა და სჩადის რუსეთი აგე გუშინ წინ იყო, თუ გუშინ იყო, თუ დღესაც იქნება, თუ ხვალაც იქნება. არეშნიკს ან არეშნიკის მსგავს დიდს, პატარას, მომაკვდინებელს, ნაკლებად მომაკვდინებელს, მაგრამ ლეტალურ საშინელს იარაღს ესვრის რუსეთის ფედერაცია არა ჯარისკაცებს, მეომრებს, უკრაინის პატრიოტებს, არამედ მშვიდობიან მოქალაქეებს, იმიტომ რომ რუსეთს სხვა გზა გარდა მშვიდობიანი მოქალაქეების ამოხოცვის არც დარჩენია და არ დარჩენია, იმიტომ რომ ფრონტის ველზე, ბრძოლის ველზე ვერც ვერაფერს ხდება და სწორედ ამიტომ შეგნებულად, მიზანმიმართულად ურტყავს სამოქალაქო ობიექტებს, რათა დააშინოს უკრაინული საზოგადოება, რათა ეს უკანასკნელი დაშინებული და დამფრთხალი მიუტრიალდეს მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და უთხრას, რომ დაასრულე ომი და ოღონდ. ამბავის ის არის, რომ რა საკვირველია, რუსეთის
წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინის დამოუკიდებელი უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საზოგადოება უჭერს მხარს და არას დიდებით არ მიუტრიალდება. ხოდა ამ ყველაფერს რომ ვამბობთ, ეს ჩემი ვიდეობლოგი დასეხება. ამ ყველაფერს რომ ვამბობთ და ვამბობთ, რომ რუსეთი არის მკვლელი სახელმწიფო, ბოროტების სიკვდილის იმპერია, ვაკრიტიკებთ მას და ასე შემდეგ, თქვენ დაგიჭერენ. თქვენ თუ ამას იტყვით, დაგიჭერენ და იცით ვინ დაგიჭერთ? შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს, ვინ არის ახლა მინისტრი? გავიხსენოთ. ვინმე თამაზაშვილი, ისტორიისთვის ჭიაღუა კაცი, დაავალებს სხვა პატარ-პატარა ჭიაღუებს. ისინი რაღაც სამმართველოში გამოიზიებენ თქვენ საქმეს თუ ამას იტყვით, რომ რუსეთი არის მკვლელი სახელმწიფო. მერე ეს ჭიაღუები და სხვა ჭიაღუები და ჭიაღუების ერთობა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმართავს სხვა ჭიაღუების მეორე ერთობას, რომელთა თავკაცის არის მურუსისი და ყველაფრის თავი და თავი არის ეს სისტემა ჩამოყალიბებული ბიზინა ივანიშვილის მიერ. და მერე ამის გამო თქვენ შეიძლება დაგიჭირონ, შეიძლება დაგადონ ფულადი თუ ფინანსური ჯარიმა სანქცია, პირობითად 1000, 2000, 5000 და თუნდაც 5 ლარის, ოდენობით 5 ლარიც კი ზედმეტი არც არავის არ აქვს, მით უფრო იმ ჭყალებში დანაშაულის კომპენსაციისათვის, რომელიც არც ჩაუდენიათ მოქალაქეებს. ეს ყველაფერი კი ჩემი მოფიქრებული და მოგონებული სულაც არ არის, მე არ მომიგონია, რასაც ახლა გეუბნებით. ვრცელდება ინფორმაცია ამგვარი. რუსული და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ ამ ქვეყანაში აბსოლუტურად შეგნებულად გააბლატავა რუსული კომპანიები, რუსული ორგანიზაციები, რომლებიც ახლა უკვე ისე გათავხედნენ და ისე დაუსჯელად გრძნობენ თავს, რომ უკვე ამასაც კი ბედავენ და ამასაც სჩადიან. რუსული პროპაგანდისტული სპუტნიკი ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოში საზოგადოებრივი პლატფორმა რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა. პლატფორმას ქვია, აგი გითხარით, რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო, რომ თქვენც და მეც, მე ყოველ დღე და თქვენ თუნდაც ორ დღეში ერთხელ პირიქით თუ გნებავთ, ხო სულ მუდმივად ლაპარაკობთ, რომ რუსეთი არის იმპერია, რუსეთი არის სიკვდილის იმპერია, რუსეთი არის საშინელი ქვეყანა, რომელმაც ასეთი საშინელეები ჩაიდინა, ჯერ კიდე როდიდან ჩაიდინა ჩვენს ქვეყანაში 1811 წელს გააუქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და შესაბამისად საშინელია მთელი მე-19 საუკუნის სპობდა ქართულ სახელმწიფოს შესაბამისად საშინელი 1918 წელს ძლივს აღდგენილი დამოუკიდებლობა გაგვიუქმა 1921 წელს, ანუ არასრულ 3 წელიწადში თებერვალში ჩვენ ვიბრძოლეთ, მაგრამ აქედან გამომდინარე აღაი გაგვიუქმა არის საშინელი სახელმწიფო 70 წლის განმავლობაში გვებრძოდა იდენტობას, გვისპობდა, გვიკლავდა, კლავდა ადამიანებს, იჭერდა, ხრეტდა 56 გვახსოვს 90 და აქედან გამომდინარე საშინელი ქვეყანაა. ხო და ამას თუ დაწერთ, თქვენ დაგიჭერთ ფორმალურად რუსიძის, ხოლო საქმეს აღწევს ფორმალურად რასაკვირველია თამაზაშვილის შინაგან საქმეთა უწყება და აი რატო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. პროპაგანდისტული სპუტნიკი ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოში საზოგადოებრივი პლატფორმა რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრორუსული ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ შექმნილი ახალი საზოგადოებრივი ინიციატივის მთავარი მიზანია საჯარო სივრცეში დისკრიმინაციის, სიზულვილის ენისა და ანტირუსული რიტორიკის შემთხვევების გამოვლენა და ანალიზი. ანუ მამუკამ დინარაძემ რაც დაგვიანონსა და სახელმწიფომ დიდი მონდომები დაიწყო აღსრულება ამ მათეული გაგებით წმინდა საქმისა, კარგი საქმისა, სიძულვილის ენის აღმოფხრა, ბულინგის შემცირება აღმოფხრა, საკუთარ ბულერებს და საკუთარ ადამიანთა მოძულეებს რომ არ მიადგებიან, ეს გასაგებია. ამ ყველაფერმა კიდევ ახალი განშტოება მიმართულება კალაპოტის შეიძინა. და ამ განშტოება მიმართულება კალაპოტის თანახმად რუსები, ქართულგვარიანი რუსები, ქმნიან რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს, რომელიც აღნუსხავს თითოეული თქვენგანის ჩემი, თქვენი, ჩვენი, ყველასი ერთად ცალ-ცალკე და ასე შემდეგ რუსოფობიურ გამონათქვამებს, სიტყვებს, საჯარო სივრცეში გავრცელებულ აზრებს, რომ რუსეთი მკვლელი სახელმწიფოა, დაწერს საჩივრებს და მიიტანს მამუკამ დინარაძის მიერ დაანონსებულ და თამაზაშვილის მიერ ახლა უკვე შექმნის პირას მყოფ სამმართველოში.
ორგანიზატორების თქმით, საბჭო შეაგროვებს ინფორმაციას ფაქტებზე, რომლებიც რუსოფობიის გამოვლენად მიიჩნევა. რუსეთის შესახებ ყალბი და ყველაფერი ყალბია. რუსეთმა დაბომბა ბუჩა, მეიცით რა მსმენია. ძალიან მტკივნეულია ჩემთვის ამის საჯაროდ თქმაც კი, მაგრამ თუ არ ვწდები მithქვამს ადრეც, ბუჩა არის დადგმული, ამას ავრცელებდნენ ევროპის მოზულეები და რუსეთის ერთგვარად ან ირიბად მოყვარულები. აი ეს საბჭოც შეიძლება იყოს იმ აზრის გამტარებელი, რომ ბუჩა თუ ხარკოვი თუ ხერსონი, როგორც ასეთი დადგმულია, რუსეთი არ არის დანაშაულებს არ ჩადის და საერთოდ ზელენსკი ბომბავს კიევს. ეს შეიძლება თქვას. და ვინც ამბობს, რომ ბუჩა ჩაიდიდა, ბუჩის ტრაგედია რუსეთის კისერზეა, ბუჩის თუ სხვა სივრცეების. შეიძლება მიედავონ მათ რუსეთის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში და ისტორიული მოვლენების დამახინჯებიდან დაწყებული ენობრივი და ეთნიკური კუთვნილების საფუძველზე დისკრიმინაციით დამთავრებული ყველაფერში და ხსენებულ სამმართველოს მიმართოს შეიძლება ამ საბჭომ. კარგი ამბავია. ოღონდ ეს ამ საბჭოს პასუხისმგებლობა გაგიკვირდებათ და არ არის. ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომელმაც ესეთი ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა ამგვარ რუსებს ამგვარებს თუ იმგვარებს. კარგი რუსი, მცირე გამონაკლისის გარდა, არ არსებობს. დოსტოევსკიც კი უზარმაზარი მასშტაბის მწერალი. იყო იმპერიალისტი კაცი. ნუ მომაყოლებთ ახლა ამ ისტორიას დოსტოევსკის, ტოლსტოის და სხვათა იმპერიალიზმის თაობაზე. ასაკვირველია დოსტოევსკი როგორც მწერალის წონის, გადასწონის იმპერიალისტ. დოსტოევსკის თუ მაინც და მაინც ორ დოსტოევსკიზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, მაგრამ ამით ის თქვა მინდა, რომ რუსეთში კარგი რუსი არ არსებულა, მცირე გამონაკლისის გარდა. აი მაგალითად ბიკოვი როა მწერალი, ისიც დოსტოევსკიზე ბევრად ცუდი, დოსტოევსკი გენიალური მწერალია. ისიც კი გაგიკვირდებათ და ცოტა წაუ იმპერიალისტ ნავალნი რო იყო, ისიც წაუ იმპერიალისტებ და აი ნავადვორსკაიაზე ვერ ვიტყვი ერთადერთი და შეიძლება კიდე 1 2 3 4 5 რუსეთის მოქალაქეზე ყველა დროის გულისხმობ. მოკლედ რუსები იმპერიალისტები და ესენი ხო უფრო იმპერიალისტები არიან და საზიზღდები არიან და ქართულგვარიანი რუსებიც არიან ამათ შორის. მოგვედავებიან ჩვენ რომ ფაქტებს ვამახინჯებთ. რუსოფობია შეგვყრია და ენობრივი თუ ან ეთნიკური, მოკლედ რუსკი მირს ვებრძვით და მიმართავენ ამ სამმართველოს. მონიტორინგი შეეხება მხოლოდ ფიზიკური და იურიდიული პირების, ანუ თქვენც ახართ დაცულები იურიდიული პირების წარმომადგენლებო. თუ ემანდ რაღაცა, მაგალითად კაფეში არ შეუშვით მოქალაქე, რომელსაც რუსული დროშა ან საერთოდაც პუტინი ახატია სამკერდენიშნად აქვს, სამკერდენიშანი პუტინის გამოსახულებით, არ შეუშვით თქვენს კუთვნილ რესტორან კაფეში, ან ვიღაცა რომ ღერის რუსულად სლავა ატიეჩესტუს ამას მიუთითებს რომელიმე ჩვენგანის სკვერში გასული, ამასაც აღრიცხავს რუსების ეს რა ქვია მონიტორინგის საბჭო. მიუტანს დინარაძის მიერ შექმნილ სამმართველოს და თქვენ 5 ლარს, 10 ლარს, 20 ლარს, 100 ლარს, 1000 ლარს, 2000 ლარს გადაგახტევინებთ რუსეთის სასამართლო, ან საერთოდაც გადაურთინებთ თავს 5 დღითთან 5 თვით საპატიმროში. საბჭოს ფარგლებში ასევე შეიქმნება ბოდიში მანამდე. მონიტორინგი შეეხება მხოლოდ ფიზიკური და იურიდიული პირების საჯარო განცხადებებს, პუბლიკაციებსა და ქმედებებს. თქვენს ქმედებას, ანუ სამკერდენიშანი ზე მიუთითეთ, აი გავრცელდა კადრები ცოტა ხნის წინ ზამთარში, რომ გუდაურში იყო რაღაც ინციდენტი, ნახეთ ალბათ ბევრმა თქვენგანმა გადაცმული იყო, შემოსილი იყო რუსის ტურისტი, რაღაც რუსული სიმბოლიკის მატარებელი სამკერდენიშანიც ჰქონდა, უფრო ზუსტი რომ იყო მეური რამდენადაც მახსოვს ან სამხრე ინციდენტი იყო, მიუთითეს, ამას ეს საბჭო აღრუსხავს. ქმედებები, პუბლიკაციები, საჯარო განცხადებები და ასე შემდეგ. საბჭოს ფარგლებში ასევე შეიქმნება
იურიდიული ჯგუფი დაფინანსება საიდან აქვს? ბოდის ვიხტიბარებ გითხავ. დასავლური დაფინანსების წინააღმდეგ წასულ საქართველოს ხელისუფლებას ქართული ოცნებისა. რომ აკრძალეთ ეს დასავლური ფული ჩეხეთის, ბრიტანეთის, გერმანიის, პოლონეთის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, ევროკავშირის ზოგადად, ამერიკის ზოგადად დასავლეთის რომ აკრძალეთ. მე თქვენ მეუბნებით რომ რუსული ფული არ შემოდის ჩვენს ქვეყანაში. ერთმა ჯიხურმა თქვენივე თქმით 700 მილიონი დოლარის ეკვივალენტი რუბლი შემოიტანა კონვერტაცია გააკეთა და ამათთვის 2, 3, 5, 10 მილიონი რა პრობლემაა თუ 700 მილიონი გეპარებათ 10 მილიონი როგორ არ გაგეპარებათ. ოღონდ 10 მილიონი ამ შემთხვევაში მიზარ მიმართულად იმისთვის რომ ამათ მაინც სულდგმულონ კი არა ჩვენზე დანოსები წერონ. იურიდიული ჯგუფი შეიქმნება, რომელიც გამოვლენილ შემთხვევებს სამართლებრივ კონტროლს კი ამ ქვეყანაზე აწარმოებს რუსეთის ფედერაცია. ფედერაცია არა, რუსეთის ფედერაციის აგენტურა. კარგით ასე არ ვილაპარაკოთ. სამართლებრივ კონტროლს ანხორციელებს ქართული ოცნება. შეფასებას მისცემს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სააპელაციო საჩივრების მომზადებას უზრუნველყოფს. მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნება 3 თვეში ერთხელ იგეგმება, ანუ 3 თვეში ერთხელ დაგასახელებენ. და იტყვიან, რომ თქვენ ყველაზე გავრცელებული გვარები რომელია საქართველოში? აბაშიძე თუ რომელიმე ხართ ჩემ მაყურებელთა შორის? ბერიძე, ბერაძე, მაისურაძე, კაპანაძე. სხვებს და სხვებს მიმართავ კიდე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ალიევი მაგალითად ხო, სხვები და სხვები არიან. ცნობილი გვარები ჩვენთან გავრცელებული და მრავალრიცხოვანი, თქვენ ანტირუსული განცხადებები გააკეთეთ. რიგითი კი არა გავრცელებული კი არა დიდ რაოდენობიანი გვარები კი ასაკურებელია ბევრია და ბევრია. ინიციატივის ავტორები აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ 2022 წლის თებერვლის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებსა და მოვლენებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ბოლო წლებში საქართველოში ანტირუსული განცხადებებისა და აქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ანუ რა არის 22 წლის თებერვალი, რა რუბიკონია რუსეთის შეჭრა უკრაინას გაუმარჯოს და საქართველოს გაუმარჯოს. რუსეთის შეჭრა უკრაინაში მოხდა კანონიერად. ეს ხო ეძინა რუსია და ამას თუ ვაკრიტიკებთ, თქვენ მოხდებით ამაზე გაამახვილებენ ყურადღებას, ამათი მონიტორინგის დაკვირვების ქვეშ მოგქცევით და იალა და უჩივლებენ, გიჩივლებენ. რუსიზის კი არა ჯერ თავდაპირველად დინარაძე თამაზაშვილის უწყებაში, სამმართველოში, რომელსაც ისედაც ბევრი ექნება საქმე, ისედაც უამისოდაც ქართულ ოცნებას რომ აკრიტიკებ. ურეაგიროთ დატოვებს თუ არა ეს სამმართველო, მათ ვერ დატოვებს. გაგიკვირდებათ და იცით რატომ ვერ დატოვებს? იმიტომ რომ აქ საერთოდაც საქართველოს მოქალაქეების საჩივარია შესული, მტვერდადებული დოკუმენტი უნდა შექმნან და მტვერი ამ დოკუმენტს ვერ უნდა დაედოს, იმიტომ რომ ასე თანმიმდევრულად უნდა განიხილონ საქმეები და ასეთი გარწმუნებთ ქართულ ოცნებას თუ ვაკრიტიკებთ 10 შემთხვევაში 2-ჯერ, დანარჩენ 8 შემთხვევაში ქალაქეები აკრიტიკებენ რუსეთს, ფარველს ქართული ოცნებისა. გავუთიშოთ, ვინც მირეკავს, ვინც ის და რუსები არიან, არა ვაჭარბებ, ვიცი, ვინც მირეკავთ, ვინც მიკავშირდებოდა. იხარეთ ქართული ოცნების არა რუსეთის მოყვარულებ. იხარეთ, მაგრამ აქვე გეტყვით რომ მაგვიანდება. აქვე გეტყვით რომ რაც არ უნდა საჩივარი წეროს ვინმე კრეფსითი სახელით ვალერი კვარაცხელია ან სხვებიც არიან ეს გვარი არ მახსოვს არნო ხი ბოდიში გადავამოწმოთ თუ არ გადავამოწმოთ არნო ხ იქნება რა იქნება არნო ხ ხიდირბეგიშვილი არნო ხიდირბეგიშვილმა და სხვება არ ვის კიდე ვიღაცები არიან ლეგიონია მათი რუსების ქართულ გვარი არის რუსების სახელი. რას არ უნდა მეორე რუსებმა შედარებით თბილებმა შეფარულებმა თამაზაშვილებმა დინარაძეებმა ეს ყველაფერი მერე იძიონ იკვლიონ
სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრონ უკანონო სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრონ მოქალაქეებს აქაო და როგორ გაბედეთ რუსებისთვის ბუჩის მოწყობის დაბრალება აქამდეც მივავთ უკრაინის ეგენი ხო ერთი ხალხია უკრაინის წინააღმდეგ ოპერაციას წარმოებას ოპერაციას როგორ უწოდებთ ომს სრულმასშტაბიან შეჭრას და რუსეთის მიერ განხორციელებულ ოკუპაციას რაც არ უნდა გადავიხადოთ ან არ გადავიხადოთ გროშები ან არა გროშები არ მოვიხადოთ სასჯელი 5 თვე 6 თვე 1 წელიწადი 5 დღე ან გადავიხადოთ 3000 და ან არ გადავიხადოთ 5000 ლარი არ ვიცი რა მნიშვნელობა აქვს უნდა გაიგოთ და გავიგოთ ყველა რუსეთი იყო არის და იქნება ოკუპანტი დავასრულოთ ვიდეო ბლოგი თუ წავიკითხოთ ხსენებული ბიკოვის რომელიც მე მგონია რომ კარგი კაცია მაგრამ ისის გვარიანი იმპერიალისტი იქნება ნათია ნათია ჭკუასელა კობერიზე ნათია მეც მქონდა სიმართლე გითხრათ ჩავიკითხე რამდენადაც მახსოვს თუ არ ჩავიკითხესა როდისი ნათია ჭკუასელა როდიში გაავრცელა ბიკოვის ეს წავიკითხოთ როდიში ხო კარგი იქნება ესე იგი ტექსტი რომელსაც ხელს აწერს რომელიც ავტორიც არის რუსი მწერალი ბიკოვი პუტინი რევოლუციას არ იმსახურებს მისი რეჟიმის არაადეკვატურობის გამო დაიღუპება და ქვეყანა საბოლოოდ დაიშლება მწერალი დიმიტრი ბიკოვი Deutsche Welle-სთან ინტერვიუში პუტინიზმის კრახზე ლაპარაკობს და აღიარებს რომ ზელენსკის მიმართვამ იგი ბავშვური ცრემლებით აატირა პუტინის აგრესიის პირველივე დღიდან ემიგრაციაში მყოფი მწერალი საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ბიკოვი პირველი მიიღო მონაწილეობა რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტის ეს ვიცით პრინციპში ეს რეჟიმი მართლობითი არაადეკვატურობის გამო დაიღუპება ეს იქნება ქვეყნის დაშლა და არა რევოლუცია მან რევოლუცია არ დაიმსახურა მას ხელიდან როგორც დამპალი ქსოვილი ისე გამოეცლება ქვეყანა უკრაინაში ომის შესახებ ხალხს არ უნდოდა ეს ომი მოხდება ისევე როგორც მოხდა 1904 წელს როგორც მოხდა 1914 წელს ომი ბოლოს მოუღებს იმპერიას რომელიც ისედაც იშლება ხო და იშლება ესეც მინდა ვთქვა დავეთანხმოთ ამ შემთხვევაში მაინც რეჟიმისადმი ლოიალური რუსების შესახებ როგორც კი მას პუტინს იღბალმა ზურგი აქცია ეს ადამიანებიც განუდგნენ და ასე მოხდება მომავალშიც ეს მხარდაჭერა რომელიც გატეხილი შაურიც არ ღირს რეალურად არის ღალატი მოლაპარაკებების შესახებ მე აქ ალაგ-ალაგ ვკითხულობ ყველაფერს არ ვკითხულობ არ გაცნობ საჭიროა ზელენსკის ორმაგი გამოცდილება ჯერ ერთი უნდა გაუძლო როგორც მან ასეთ წინააღმდეგობას და მეორე უნდა გქონდეს ზელენსკის პოლიტიკური და უბრალოდ ორატორული ნიჭი და კიდევ რკინის ხერხევალი ზელენსკის შესახებ მან ითამაშა სიმამაცე იწამა და იქცა იმად ვისაც თამაშობდა მე ჯერ კიდევ ვალერა პრიმოსტმა დიდმა უკრაინელმა მწერალმა და ჟურნალისტმა მითხრა ზელენსკი იმიტომ არ გაიქცა რომ არც ერთი მსახიობი არ მიატოვებს სცენას როდესაც მას 10 მილიარდი ადამიანი უყურებს ძალიან საინტერესო რაკურსია ზელენსკის სააღდგომო მიმართვამ ბავშვური ცრემლებით ამატირა მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ გამოცდილი მაყურებელი ვარ ავტორი აქ იგითხარით ამის არის ბიკოვი რუსი მწერალი ემიგრაციაში მყოფი ეს არ იყო ჩემი მთავარი თემა უბრალოდ სიტყვა მოიტანა და რუსები გიჩივიათ თქვენ ქართულ გვარიანი რუსები ან უკვე გიჩივიან ან მომავალში გიჩივლებენ აქაო და როგორ გაბედეთ რუსეთის წინააღმდეგ სიტყვის დაძრაო ეხლა გასაკვირველია დაკადნებისა და დამუქრების მუქარის დრო და ასპარეზი არ არის სივრცეც არ არის მაგრამ მეორე მხრივ ვიტყვი ასე ამბობდნენ ყოველ შემთხვევაში ძველად დედა შეერთოს ცოლა და ვინც რუსეთზე მძიმე და უფრო მძიმე სიტყვები არ თქვას სწორედ ამ ვითარების მათ შორის ამ ვითარების გათვალისწინებითაც ნახვამდის გადაცემის პარტნიორია კოკაკოლა